ლერმონტოვის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა უკვე 3 წელია შეჩერებულია. აღნიშნულ ქუჩაზე სამშენებლო კომპანია Global მშენმა კორპუსების მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და ის 2010 წელს უნდა დაესრულებინა. მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში დღემდე მოუწესრიგებელია წყლის სისტემა, ლიფტები, სახურავები, სადარბაზოები და ეზოები. ადგილობრივებს არც ელექტროენერგიის მრიცხველები აქვთ, მათ დენი ერთი საერთო მრიცხველით მიეწოდებათ. დაუსრულებელ კორპუსში თითქმის 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივთა თქმით, იმის გამო რომ სამშენებლო კომპანიამ ობიექტი ვერ ჩააბარა, ისინი იძულებულნი გახდნენ დაუსრულებელ კორპუსებში შესულიყვნენ. მოსახლეობა პრობლემების მოგვარებასა და მშენებლობის დასრულებას მოითხოვს. ამ დროისათვის მშენებელ კომპანიასთან დაკავშირება ჩვენ ვერ შევძლებთ, დახურულია კომპანიის ოფისიც. ორი შვილის დედა ვარ, ბავშვები სკოლაში სწავლობენ, აი წყალი ნორმალურად არ გვაქვს, საერთოდ რა ვიცი, დასალევი წყალი პრობლემაა და საერთოდ ოჯახში მოსახმარებელი წყალი არაფერი არა, რა ვიცი. ძალიან დამძიმდება მდგომარეობა, ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვარ და წყალი ეს შუქი კი გვაქვს, მაგრამ ეს არა, მე მგონი ჯერ დაფიქსირებული არაა ეს შუქი და არც რა ვიცი, ხვალზე მაგასაც გამოგვირთავენ, ძალიან დაგმძიმდება, რა თქმა უნდა. მდგომარეობა. არაფერი არა გაკეთებული, წყალი არა ჩართული, სახურავი არა დახურული, შუქი არა გაკეთებული, არაფერი არა, არც ლიფტი არა გაკეთებული და არაფერი. ყველაფერი გასაკეთებულია თავიდან ბოლომდე. ვინც შენებლის იგი არის უფროსი, იმას უნდა მოეთხოს და მთავრობას, ხო, მთავრობანაც ხომ უნდა იცოდეს, რატო არ ბარდება ეს სახლი, რისთვის არ ბარდება.